თქვენი ბიზნესის სწორად განვითარების გზები, თანამედროვე PR მექანიზმები, რჩევები და სიახლეები გამოცდილი ექსპერტებისგან. გადაცემაში პრომოუტერი. ყოველ ორშაბათს 19 საათზე FM 104.3-ზე. მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო რადიო პოზიტივის ეთერიდან დაიდადგა ორშაბათი და მე ტრადიციულად მარიამ ჭყონიას მიმყავს გადაცემა პრომოუტერი. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს დაფუძნდა და მასში ძალიან ბევრი წამყვანი კომპანიები არიან გაწევრიანებული. მაგრამ სანამ უშუალოდ კლუბის შესახებ ვისაუბრებთ, თუ რა მიზანს ემსახურება სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი და რა ინიციატივებს განახორციელებს, გეტყვით რომ პირველ ნაწილში ვისაუბრებთ უშუალოდ კლუბის შესახებ, ხოლო მეორე ნაწილში თუ რა არის სოციალური პასუხისმგებლობა და რამდენად მნიშვნელოვანია იგი ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ ჯეპრას კონსულტანტი ქაბატონი თიკო სამყურაშვილი მოვიწვიეთ სტუმრად, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის დაარსებაში, ასე ვთქვათ, წვლილი შეიტანა და ამ თემაზე გვესაუბრება. მოგესალმებით თიკო, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისათვის. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება კლუბის დაფუძნების დღეს თქვათ არ დაბადებულა. ბიზნეს კომპანიები უკვე მრავალი წელია ამ მიმართულებით გარკვეულ აქტივობებს ახორციელებენ და ფაქტობრივად მივედით იმ შედეგამდე, იმ მომენტამდე, რომ დადგა საჭიროება, რომ ეს გამოცდილება, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში დაგროვდა, ერთიან პლატფორმაში გაგვეერთიანებინა და შეგვექმნა სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი, რომლის მთავარი მიზანი არის საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების გზით. ანუ ჩვენი მიზნები არის თვითონ სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და მის შესახებ ცოდნის ამაღლება, დაგროვილი გამოცდილების ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლების მხრიდან დაგროვილი გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება და ამის დახმარებით უკვე უფრო მეტი შესაძლებლობის მოპოვება, რომ მეტად აქტიურები ვიყოთ და მეტი პროექტი განვახორციელოთ ამ მიმართულებით. საინტერესოა, საიდან გაჩნდა უშუალოდ იდეა სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის დაარსების. იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაში იყო, ასე ვთქვათ, ამის მოთხოვნა, თუ შესაძლებელია საქართველოში, როგორც ძალიან გვიან შემოვიდა, ალბათ საქართველოში უფრო მეტად PR-ი და ბევრმა შეიძლება არც იცის თუ რა არის სოციალური პასუხისმგებლობა. საიდან გაჩნდა, ასე ვთქვათ, იდეა, არის თუ არა ეს საფუძველი, რაც ზემოთ ვისაუბრე, ამ კლუბის დაარსების. იყო, ასე ვთქვათ, საჭიროება ალბათ საქართველოში. იდეა ფაქტობრივად გაჩნდა საკმაოდ დიდი ხნის წინ, ანუ პროფესიულ წრეებში ხშირად შეხვედრების დროს საუბრობთ ამ თემებზე, ვუზიარებთ ერთმანეთს ცოდნას, გამოცდილებას და ყველას აქვს სურვილი, რომ იყოს ადგილი, სადაც მეტი შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ, უბრალოდ გაუზიარონ ერთმანეთს ეს გამოცდილება, რომ ამ მიმართულების განვითარებაზე იზრუნონ. თვითონ ინიციატივით გამოვიდა ჩვენი კომპანია, PR-ისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრა და არასამთავრობო ორგანიზაცია სიდა. თუმცა არ გვინდოდა, რომ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი ორი ორგანიზაციის დაარსებული ყოფილიყო, ამიტომ მოვიწვიეთ ყველა ბიზნეს კომპანია, ასე ვთქვათ, გავუგზავნეთ ელექტრონულად მოსაწვევები, დავპატიჟეთ და ვთხოვეთ, რომ დაფუძნებაში ყველას ერთად მიგვეღო მონაწილეობა, რომ ერთად გვეზრუნა ამ კლუბის საჭიროებებზეც. რამდენი კომპანია არის, ასე ვთქვათ, გაწევრიანებული კლუბში და თუ ელოდებით წევრების ზრდას? მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე ჩვენ ველოდით დაახლოებით 20-25 კომპანიას, რომელიც აქტიურად ჩაერთვებოდა სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის საქმიანობაში, მაგრამ ადგილზე იმაზე მეტი რაოდენობა მოვიდა, ვიდრე მოწვეული ყავდა, ასე ვთქვათ, და ინტერესიც უფრო მეტი აღმოჩნდა, ანუ ალბათ ეს განაპირობა იმანაც, რომ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის კონცეფცია ადგილზე წარვადგინეთ და საბოლოო ჯამში ქარტიას ხელი 50-მდე კომპანიამ მოაწერა.
საინტერესოა თუ ეკისრებათ ასე ვთქვათ ვალდებულება თქვათ ვინც მოაწერა ხელი და კლუბში გაწევრიანდა. რაიმე პასუხისმგებლობა აქვს თუ არა ზოგადად კლუბის წინაშე? ეს არის არარეგისტრირებული კავშირი და შესაბამისად რაიმე კანონთან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები რა თქმა უნდა არც ერთ კომპანიას ეკისრება. თუმცა კლუბის განვითარებაზე ზრუნვა იდეის განხორციელებაზე ზრუნვა ყველა კომპანიის მოვალეობა სხვა შემთხვევაში მოქმედებს რა თქმა უნდა სადამსჯელო ღონისძიებები. საინტერესოა შეუძლიათ თუ არა ყველას გაერთიანება ამ კლუბში სხვა ორგანიზაციებმაც რომ მოგმართონ სიტყვაზე საჯარო სექტორი იქნება კერძო კომპანია თუ შეუძლიათ რომ ამ კლუბში გაერთიანდნენ ყველა შეუძლია გაწევრიანება, ანუ ნებისმიერ კომპანიას, ასევე ფიზიკურ პირსაც შესაძლებლობა აქვს, რომ გახდეს კლუბის წევრი. დაარსების დღიდან უკვე ძალიან ბევრი კომპანია დაგვიკავშირდა და შემოგვეხმიანა. ამ შემთხვევაში უკვე კლუბის წევრების დამატება ხდება წევრების ორი წევრის რეკომენდაციის საშუალებით. შესაბამისად, ამ ეტაპზე გამგეობა იწყებს აქტიურ მუშაობას და გადავწყვეტ თქვათ კვარტალში ერთხელ მოხდეს წევრების დამატება თუ 6 თვეში ერთხელ. ამას უკვე გამგეობა და სამუშაო ჯგუფები განიხილავენ და დაადგენენ. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, ისინი მათაც შეუძლიათ რომ შემოგვიერთდნენ ვინაიდან და რადგანაც პროფესიულად არ არის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში ძალიან მაღალ დონეზე განვითარებული, ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით გარკვეული ცოდნა, პრაქტიკა, რაც მათ აქვთ, გაგვიზიარონ. შესაბამისად, ანუ მათი შემოერთებას, ანუ კლუბი ღია არის ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. სამოქმედო გეგმა როგორი იქნება კლუბის უშუალოდ თუ გაქვთ გაწერილი ასე ვთქვათ რა უნდა განახორციელოს კლუბმა? კლუბი ერთდროულად ყველა მიმართულებაზე არ იმუშავებს, რა თქმა უნდა. ყოველწლიურად ფოკუსირებული იქნება და განსაზღვრავთ პრიორიტეტულ თემებს. ამას უკვე გამგეობა და სამუშაო ჯგუფები შეარჩევენ, რომელ თემაზე გააკეთონ პირველ რიგში აქცენტი და ამით უფრო ადვილიც იქნება წლის ბოლოს, თქვათ, ჩვენი მუშაობის შედეგების შეჯამება, რომ დავინახოთ რა გაკეთდა და რა არის კიდევ თქვათ სამუშაო. ამ მცირე სარეკლამო ჭრაზე უნდა გავიდეთ, სანამ გავალთ, კიდევ ერთხელ რომ ხაზი გაუსვათ, უშუალოდ რა არის სოციალური თქვენი ამ კლუბის, სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის მთავარი მიზანი? კლუბის მთავარი მიზანი არის სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით საზოგადოებაში, რეგიონულ ორგანიზაციებში და თუნდაც ბიზნეს კომპანიებში, სამოქალაქო სექტორში ცოდნის ამაღლება, თვითონ სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება და განვითარება, ანუ ხელშეწყობა. ეს არის ძირითადი მიზნები, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს კლუბი. საინტერესოა ასევე მოქალაქეები რამდენად სამოქალაქო სექტორი რამდენად იქნება ჩართული თუ აქვს ნებისმიერ მოქალაქეს რომელიც არ არის არც ბიზნეს კომპანიას არ წარმოადგენს ჩაერთოს და გაწევრიანდეს კლუბში თუნდაც განახორციელოს თავისი ინიციატივით აქტივობები და ფინანსოს რაღაც ღონისძიებები და ასე ვთქვათ იმუშაოს სოციალურ პასუხისმგებლობის და ქველმოქმედების კუთხითაც. რა თქმა უნდა შეუძლია კლუბი ღია არის ყველასთვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს იურიდიული იქნება თუ ფიზიკური შესაძლებლობა აქვს რომ ჩაერთოს თუნდაც სამუშაო ჯგუფებში მიიღოს მონაწილეობა თუ სხვა სახის დახმარება შეიძლება ანუ ეს იქნება მისი ცოდნა გამოცდილება თუ თქვათ ფინანსური მხარდაჭერა დაუდგეს გვერდში და დაგვეხმაროს ასე ვთქვათ. მაინც ალბათ ფიქრობ შეზღუდვა იქნება მოქალაქეების მიმართულებით ნებისმიერ სურვილს ასე ვთქვათ ყოველს შეიძლება ყოველს ღია კარი იქნება ეს ხო შესაძლებელია რომ ვთქვათ 1000 ადამიანი დარეგისტრირდეს გამგეობა უკვე დაკომპლექტებულია ეს დაფუძნების შეხვედრაზე კენჭისყრის შედეგად ავირჩიეთ გამგეობის წევრები ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ჯეპრას უფროსი პარტნიორი კახა მაღრაძე TBC ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მაია ძირკველიშვილი საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფო ბალაბაძე GPI თინა სტამბოლიშვილი
ბორჯომი ნიცა ჩოლოყაშვილი და ავერსი ლალი ბრეგვაძე. ისინი იმუშავებენ ზუსტად რა პრინციპით უნდა მიიღონ ეს ადამიანები კლუბში, რა პერიოდულობით უნდა მიიღონ და როგორ უნდა განხორციელდეს მათი მუშაობის თქვათ მათი მუშაობა და ამ მუშაობის შემოწმებაც, ასე ვთქვათ, შემდგომ რომ ეფექტიანი იყოს კლუბისთვისაც და მათთვისაც ეს გამოცდილება, რომელსაც კლუბიდან მიიღებენ. ნამდვილად საინტერესოა და ვფიქრობ, რომ მოქალაქეების ჩართულობაც ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ საზღვარგარეთ, ასე ვთქვათ, ძალიან აპროპირებული ხერხია. უნივერსიტეტშიც რომ შეხვიდებ, შეიძლება თვითონ მაგიდას დასკამს მოქალაქის შემოწირულობა იყოს და მისი სახელი და გვარი ეწეროს. ჩვენ მცირე სარეკლამო ჭრაზე გავალთ და ზუსტად დაბრუნდებით 2 წუთში დაგველოდეთ. დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ ჩვენს დღევანდელ თემას, სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის შესახებ საუბრობთ, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ დაარსდა და ჩვენი სტუმარი არის ჯებრას კონსულტანტი თიკო სამყურაშვილი. საინტერესოა ასევე რამდენად კლუბში მედია იქნება ჩართული და გაერთიანებული, დამეთახვებით რომ ამ მიმართულებით შესაძლებელი არის კლუბში გაწევრიანება, მედიის როლი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მედიის ჩართულობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გეთანხმებით და კლუბის დამფუძნებლებიც არიან რამდენიმე მედია ორგანიზაცია უკვე იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მიზანი არის CSR-ის, ანუ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის პოპულარიზაცია და განვითარება, შესაბამისად, მედია უნდა იყოს გამტარი ამ შემთხვევაში ინფორმაციის, თუ რას ვაკეთებთ, როგორ მიმდინარეობს, რა არის სოციალური პასუხისმგებლობა, რა მიმართულებებით შეიძლება რომ განვითარდეს, რა არის ბიზნესის პასუხისმგებლობა, ანუ არის ეს ვალდებულება თუ არის არჩევანი, ანუ სხვადასხვა თემებზე, ანუ მედიის დახმარებით უნდა მოხდეს ინფორმაციის გაზიარება საზოგადოებისთვის, რომელსაც არ აქვს წარმოდგენა. რაც შეეხება ასევე აღსანიშნავია, რომ რეგიონებშიც თუნდაც ძალიან ხშირად არის შემთხვევები, რომ ისინი სხვა აქტივობებს ახორციელებენ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, თუმცა სახელს ვერ არქმევენ ეს რა არის. უბრალოდ ეს არის მათი პირადი სურვილი ან კომპანიის სურვილი, რომ გარკვეული ქველმოქმედება განახორციელოს, მაგრამ ეს რომ არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და ისინი ამას რომ მიზანმიმართულად უნდა აკეთებდნენ, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, უნდა იყოს გრძელვადიანი პროექტი, ამას ვერ აცნობიერებენ. ანუ ჩვენი მიზანი არის რომ ყველამ, ანუ მედიის ჩართულობით და მედიის მხარდაჭერით რეგიონულმა ორგანიზაციებმაც და საზოგადოებამაც შეიტყვან სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის როლი, რადგანაც მაგალითად დასავლეთში წარმატებულად არ ითვლება კომპანია თუ ის სოციალურად პასუხისმგებლიანი არ არის. ჩვენი მიზანი არის რომ კომპანიებს ეს სოციალური პასუხისმგებლობის დონე ავუმაყოთ კი. აქვე გამოვაცხადოთ ტელეფონის ნომერს, მსმენელები შეუძლიათ დაარეკონ ჩვენთან ეთერში 242-104-3 და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი შეკითხვა. საინტერესო ასევე კლუბთან დაკავშირებით რამდენად განახორციელებთ პროექტებს, თქვათ გაუწევთ კონსულტაციებს, თუნდაც ბიზნეს კომპანიებს. მაგალითისთვის სურთ არიციან აქვთ თანხა სიტყვაზე და არიციან რა მიმართულებით განახორციელონ სოციალური პასუხისმგებლობა. თუ გაუწევთ თქვენი კლუბი კონსულტაციას ამ მიმართულებით? კი, რა თქმა უნდა. რას ჯობს რომ დაახარჯონ, ასე თქვა და დააფინანსონ? უკვე შემოდის გარკვეული ტიპის პროექტები და აქტივობები კლუბში, რომელზეც გამგეობამ უნდა იმუშაოს. ბიზნესის ამ ბიზნეს წარმომადგენლების შეკრების შედეგად ჩვენ და თითოეულ წარმომადგენელს ეცოდინება, რომ ვინ რა მიმართულებით აიღო ეს სოციალური პასუხისმგებლობა და რა მიმართულებით ახორციელებს მისი კომპანია. ხანდახან ხდება ხოლმე, რომ ერთ კონკრეტულ აქტივობაზე არის გადაკვეთა, რამდენიმე კომპანია ეხმარება, ახორციელებს მათთან ქველმოქმედებას და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ ვეცდებით, რომ გადავანაწილოთ ეს აქტივობები და მივცეთ მათ საშუალება, რომ რაც შეიძლება მეტი მოწყვლადი ჯგუფი იქნება თუ სხვა პროექტი მეტი დაფინანსდეს თუ განვითარდეს.
ზუსტად რა პროექტებზე თუ გაქვთ უკვე შემუშავებული, რა პროექტებზე შეიძლება რომ თქვენმა კლუბმა თუნდაც თავდაპირველად რომ იმუშაოს? ამ ეტაპზე ამას გამგეობა ადგენს, როგორც აღნიშნა, თავარი პრინციპი არის ის, რომ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება განმოვითაროთ და თვითონ პროექტებს, ანუ პრიორიტეტულ პროექტებს ყოველწლიურად შეარჩევს გამგეობა იმისთვის, რომ ჩვენთვისაც ადვილი იყოს გავარკვიოთ, თქვათ, ამ კვლევების შედეგად შემდგომ რამდენად ეფექტური იყო ეს მუშაობა, ღირს ამ მიმართულებით გაგრძელება, შევცვალოთ, თქვათ, სტრატეგია თუ რა გავაკეთოთ, ასე ვთქვათ. ამიტომ პრიორიტეტულ თემებზე მუშაობს გამგეობის წევრები და სამუშაო ჯგუფები და მათი პრეროგატივაა. დაახლოებით ალბათ 1-2 კვირაში უკვე გვეცოდინება, თქვათ, პრიორიტეტული თემები, რომელიც ამ წლის ბოლომდე იმუშავებს. ასევე მინდა გკითხოთ, რომ კლუბში ძალიან ბევრი მსხვილი კომპანია არ არის გაწევრიანებული. თუ ყოფილა თქვენი კლუბის მიერ შეთავაზება და მიგიღიათ, ასე ვთქვათ, უარი. ან ერთის მხრივ რომ შევხედოთ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი, თუ არის ასე ვთქვათ, თქვენი ვალდებულებაც, რომ მსხვილი კომპანიები იყვნენ თქვენი კლუბის წევრები, იქნება გამომდინარე, რომ საქართველოში შეიძლება ჩამოვთვალოთ კიდევ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მსხვილი კომპანია არ არის. ჩვენს ბაზარზე. კი, ჩვენი ბაზების მიხედვით დავაგზავნეთ თითქმის ყველა მსხვილ კომპანიაში და არა მარტო მსხვილ კომპანიაში, ასევე არის სამთავრობო სექტორშიც მოსაწვევები. მინდა აღვნიშნო, რომ თითქმის არ მიგვიღია უარი, რამდენიმე კომპანია იყო მხოლოდ გამონაკლისი და ვფიქრობ, რომ ალბათ ვერ მიხვდნენ კლუბის მნიშვნელობას და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. უმეტესობა დაგვთანხმდა, როგორც გითხარით, 50-მდე კომპანია მოაწერა ხელი, ესწრებოდა დაახლოებით 100-მდე კომპანია, მათ გამოთქვეს სურვილი, უბრალოდ ხშირად არის, რომ სჭირდებათ მათ შეთანხმება და დრო გადაწყვეტილების მისაღებად. ანუ ძალიან მალე ვფიქრობთ, რომ კლუბის წევრების რაოდენობა გაიზრდება 2-ჯერ, 3-ჯერ და ყოველწლიურად მათი რაოდენობა უფრო და უფრო მეტი იქნება. მაინც ახალი შექმნილია და მეც ვიმედოვნებ, რომ ასე იქნება ნამდვილად. ასევე რო გადავიდეთ თემაზე, ძალიან ბევრმა არ იცის, რა არის ზოგადად სოციალური პასუხისმგებლობა და შეიძლება ეს თემა ცოტა ბუნდოვანი იყოს მათთვის. რო განმარტოთ, რა არის სოციალური პასუხისმგებლობა? ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, ანუ ინგლისურად corporate social responsibility, აბრევიატურა, რომელსაც იყენებენ, ეს არის CSR, რომელიც საქართველოშიც დამკვიდრდა. ეს ასახავს ძირითადად ბიზნეს ორგანიზაციების, კომპანიების, ეგრეთ წოდებულ მორალურ ვალდებულებას, რომ ემსახუროს საზოგადოებას კანონმდებლობის მოთხოვნების მიღმა, ასე ვთქვათ. ის რასაც ის საზოგადოებისთვის, მისი საჭიროებისთვის, მისი პრობლემისთვის, გარკვეული სფეროს განვითარებისთვის, წახალისებისთვის აკეთებს თავისი ნებით და ნებაყოფლობით და ამას კანონი არ ავალდებულებს. ეს ყველაფერი არის სოციალური პასუხისმგებლობა. ძირითადად სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენთან დაკავშირებული არის ქველმოქმედებასთან. სავარაუდოდ ეს განპირობებული არის თვითონ ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ქველმოქმედება არ არის, ეს არის სპონსორობაც, ეს არის ბიზნესის ეთიკურად წარმოებაც, გარემოს დაცვითი პროექტების განხორციელებაც და ასე შემდეგ. ანუ ბევრი რამ შეიძლება იყოს სოციალური პასუხისმგებლობა და სწორედ ამიტომ გვინდა სფეროს განვითარება, რომ მიმართულებები გაიზარდოს და მეტი პროექტი განხორციელდეს ამ მიმართულებით. ანუ მხოლოდ ქველმოქმედებასთან არ ასოცირდებოდეს, ასე ვთქვათ. ან თქვენი აზრით, მაინც საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობა ქველმოქმედებასთან ასოცირდება. სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულება, ინსტრუმენტი არის ქველმოქმედება და არა ქველმოქმედება ნიშნავდეს სოციალურ პასუხისმგებლობას. იბატონო, გავდივართ მცირე სარეკლამო ჭრაზე და მალე დავბრუნდებით. თქვენ უსმენთ გადაცემა პრომოუტერს. თქვენი ბიზნესის წარმატება, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. დავბრუნდით ეთერში.
შეგახსენებთ, რომ საუბრობთ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის შესახებ და მეორე ნაწილზე გადავედით გადაცემის, ასე ვთქვა და განვიხილოთ უშუალოდ რა არის სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენი სტუმარი არის ჯებრას კონსულტანტი თიკო სამყურაშვილი. თიკო, ასე ვთქვა, საუბრობთ და ამ მომენტში გავჩერდით ქველმოქმედებასა და სოციალურ პასუხისმგებლობას შორის სხვაობაზე საუბრობთ და ასევე აღნიშნეთ, რომ საქართველოში უფრო მეტწილად სოციალური პასუხისმგებლობა უფრო მაღალ დონეზე არ არის განვითარებული თუ დამეთანხმებით და უფრო ქველმოქმედება არის ხოლმე საქართველოში ვიდრე სოციალური პასუხისმგებლობა. ერთ-ერთი შემადგენელი მისი ნაწილი. დიახ, ქველმოქმედება არის სოციალური პასუხისმგებლობის შემადგენელი ნაწილი და როგორც პირველ ბლოკში ვისაუბრეთ, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა არის ის მორალური ვალდებულებები, რომელსაც კომპანია თავის თავს აკისრებს კანონმდებლობის მიღმა. ანუ ეს არის მისი კეთილინება და კეთილი სურვილი, რომ იყოს სოციალურად პასუხისმგებლიანი. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არჩევანი აქვს რომელიმე ბიზნეს კომპანიას, ასე ვთქვათ, რომ საერთოდ არანაირი აქტივობა ამ მიმართულებით არ განახორციელოს. მაგალითად, დასაწყისშიც ვახსენეთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში კომპანია ითვლება წარმატებულად იმ შემთხვევაში, თუ ის სოციალურად პასუხისმგებლობის, ანუ მაღალი დონეს გამოავლენს, ასე ვთქვათ. ეს არის ნდობისა და კეთილგანწყობის იარაღი, ასე ვთქვათ, სოციალური პასუხისმგებლობა. ვერ მოიპოვებს საზოგადოებაში ნდობას და ვერ იქნება ის მომხმარებელი, რომელიც შენ გჭირდება და შენი სამბიზნეს სეგმენტია შენს მიმართ კეთილგანწყობილი, თუ შენ დამატებით აქტივობებსაც არ ახორციელებ გარდა იმისა, რაც კანონით გეკისრება. ანუ ზოგიერთმა კომპანიამ შეიძლება რომ თქვას, რომ თქვათ იხდის გადასახადებს, ხელს უწყობს დასაქმებას, თანამშრომლებს უხდის ხელფასებს. ეს არ არის, რა თქმა უნდა, საკმარისი და მისი ვალდებულებაა, რომ იზრუნოს სხვა მიმართულებებზეც, რათა საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვოს. მარტივ კითხვას ჩაგაკითხებით, რატომ უნდა იზრუნოს თუნდაც კომპანიამ სოციალურ პასუხისმგებლობაზე? იმიტომ რომ მეტი ნდობა მოიპოვოს საზოგადოებაში, თუ იმიტომ რომ ვალდებულია სახელმწიფოს წინაშე, რომ სოციალურ პასუხისმგებლობა, ასე ვთქვათ, ეწეოდეს, თუ რატომ უნდა იზრუნოს? ასე ვთქვათ, ცოტა მარტივ კითხვას დავსვამ. სახელმწიფოს წინაშე ვალდებული არ არის, თუმცა რა თქმა უნდა, სახელმწიფოს და ქვეყნის განვითარებისთვისაც აუცილებელი არის, რომ ბიზნესმა მეტი ნაბიჯი გადადგას სოციალური პასუხისმგებლობის და თუნდაც მოწყვლადი ჯგუფების დახმარების მიზნით. ანუ ყველაფერს სახელმწიფო ჩვენს ქვეყანაში მით უმეტეს ვერ გააკეთებს. რაც შეეხება თვითონ რატომ უნდა იზრუნოს ბიზნესმა, რომ სოციალურად პასუხისმგებლიანი იყოს, ძალიან მარტივი პასუხია, რომ თუ უნდა რომ მის მიმართ ნდობა იყოს მაღალი და კეთილგანწყობილი და რეპუტაცია შეინარჩუნოს, ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ წაახალისოს შიგადაშიგ თავისი მომხმარებელი სხვადასხვა აქტივობებით და აჩვენოს, რომ ის არის კეთილი კომპანია. ანუ ეს სტატუსი საზოგადოებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ძირითადად დიდარი ხალხი, ასე ვთქვათ, არ უყვარს საზოგადოებას ესე თამამად რომ განვაცხადოთ და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანებმაც გვაჩვენენ, რომ ისინიც ჩვენი წრის წარმომადგენლები არიან, ჩვენთან ერთად არიან, ჩვენს საჭიროებებზე რეაგირებენ და ჩვენზე ზრუნავენ. აი ესე მოკლედ რომ თქვათ, შეიძლება ესე განმარტოთ. ანუ ზოგი ამბობს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა მოქმედებს იმიჯზე. იცით, ეს იმიჯი არის უფრო პიარის ნაწილი, ასე ვთქვათ, თუმცა პიარის მიმართულებაში შედის სოციალური პასუხისმგებლობაც. ანუ რისი თქმა მინდა, როდესაც ძირითადად კომპანიამ თავისდანვე უნდა აირჩიოს რა მიმართულებით აპირებს აქტიურობას. სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების კუთხით, ეს არის მიმართულების კუთხით. ანუ უნდა ჯდებოდეს მის საკომუნიკაციო სტრატეგიაში და ბრენდის კონცეფციაში და შემდგომ უკვე უნდა იზრუნოს ამ მიმართულების განვითარებაზე. შესაბამისად, ანუ მას უკვე აქვს საიმიჯო პარამეტრები იმისთვის, რომ თავისი მიმართულებით გააგრძელოს, ასე ვთქვათ, აქტივობები.
აი ეს არის ფაქტობრივად რაც შეიძლება რომ თუ კომპანია ეწევა სოციალურ პასუხისმგებლობას, მას აქვს ასე ვთქვათ მაღალი იმიჯი საზოგადოებაში. იმიჯი არა, რეპუტაცია. რეპუტაცია აქვს და დობა მეტი აქვს საზოგადოების მხრიდან ვიდრე სხვა რიგით კომპანიას. ეთერს მიღმავს საუბრობდით ჩვენ რომ ხშირად ქველმოქმედებას მიაწერენ ხოლმე PR-ს. და ასე ვთქვათ PR-საც ამ მიმართულებით რატომღაც ნეგატიურად უყურებენ. ამასთან დაკავშირებით რომ ვისაუბროთ, ასე ვთქვათ, არის თუ არა ქველმოქმედება PR-ი და ეს კეთდება თუ არა, მხოლოდ იმიტომ რომ ვთქვათ, კომპანიამ სახელი მოიხვეჭას. ქველმოქმედება PR-ი არ არის, თუმცა PR-ის ინსტრუმენტად შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, როდესაც კომპანია რაიმე საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს, ის მხოლოდ PR-ისთვის აკეთებს ამას. რა თქმა უნდა რომ ამის შესახებ საზოგადოებამ შეიტყოს, ისევ და ისევ იმიტომ, რომ საზოგადოების კეთილგანწყობა დაიმსახუროს. შესაბამისად, თანმდევი პროცესია და არ ნიშნავს, რომ თქვათ აუცილებლად ჩუმად უნდა გაკეთდეს ყველა საქმე, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ისეთი პროექტები, რომლის შესახებაც საზოგადოება არ არის ინფორმირებული, მაგრამ თითოეული ცალკე მოწყვლადი ჯგუფის თუ ინდივიდის დახმარება მაინც ხდება. რაც რა თქმა უნდა არ ხმაურდება, უფრო მეტად ხმაურდება დიდი პროექტები, რომელიც სავარაუდოდ კიდევაც უნდა იცოდეს ქვეყანამ თუ რა კეთდება მის სახელმწიფოში. ანუ ასე ვთქვათ, PR-ს არ უნდა ქონდეს ალბათ ნეგატიური დატვირთვა ამ მიმართულებით, როდესაც კომპანია სურს რომ გააკეთოს კარგი, რატომღაც ყოველთვის საზოგადოებას და მე მგონი საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა აღიქვას ეს და არ უნდა მიაწეროს მხოლოდ PR კამპანიას, იმიტომ რომ კომპანიას შეუძლია სხვა აქტივობები განახორციელოს, სხვა მხრივ დახარჯოს თანხა და ძალიან კარგი PR პრომოუშენიც აწარმოოს, ასე ვთქვათ. შესაბამისად, მისი სურვილიც არის, რომ ეს ქველმოქმედებაში დაიხარჯოს აღნიშნული თანხა. ასევე საინტერესო არის უცხოეთში, როგორც აღნიშნეთ, კომპანიები ერთმანეთს აფასებენ თუ რა გაუკეთებიათ. საქართველოში რამდენად არის ეს კონკურენცია კომპანიებს შორის? იცით როგორ არის, საკმაოდ რთულია ამ ეტაპზე ამის განსაზღვრა. სავარაუდოდ კონკურენცია ეხლა დაბალია, მაგრამ კლუბი გეგმავს, რომ თუნდაც ამ მიმართულებით კონკურენცია ბაზარზე გაზარდოს, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად წლის ბოლოს და ყოველ წლის ბოლოს გეგმავთ დაჯილდოვებას იმ კომპანიების, რომლებიც სოციალური პასუხისმგებლობით მეტ აქტივობას, მეტ პროექტს განახორციელებენ. მეც რატომღაც რამდენიმე კომპანია შემიძლია ხოლმე სტუდიაში ვერ ჩამოთვლი ეთერში პირდაპირ ეთერში, მაგრამ ძალიან ცოტა კომპანია ახორციელებს უფრო ასე ვთქვათ სოციალურ პასუხისმგებლობას, მარტო ქველმოქმედებას არ გულისხმობ, სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობ. მე მგონი საქართველოში ძალიან ცოტა ბიზნეს კომპანია ახორციელებს. მცირე სარეკლამო ჭრაზე გავალთ და ზუსტად დავბრუნდებით 2 წუთში. დავბრუნდით ეთერში. დღეს გადაცემა პრომოუტერში ვსაუბრობთ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის შესახებ და ჩვენი სტუმარი არის ჯებრას კონსულტანტი თიგო სამყურაშვილი. აქვე შეგახსენებთ ტელეფონის ნომერს 242 104 და 3 შეგიძლიათ დარეკოთ ჩვენთან სტუდიაში. თიგო ზოგიერთ ქვეყანაში სოციალურ პასუხისმგებლობას თუ ეწევა კომპანია, სარგებლობს ხოლმე საგადასახადო შეღავათებით. ასე ვთქვათ, რამდენად საქართველოში იქნებოდა მართებული, რომ ასე ვთქვათ, ვალდებულება ყოფილიყო სოციალური პასუხისმგებლობა და კომპანიებს დაეკისროთ ეს ვალდებულება. ცალსახად ამაზე პასუხისგაცემა საკმაოდ რთულია. გეთანხმებით იმაში, რომ ბიზნესს სჭირდება წახალისება სახელმწიფოს მხრიდან. თუმცა ამავდროულად საგადასახადო შეღავათები გარკვეულ რისკს აჩენს, რომელიც შესაძლოა სხვა პრობლემების წინაშე დაგვაყენოს, ეგრეთ წოდებული შავი ხვრელები გააჩინოს და ზოგიერთმა კომპანიამ მაგალითად არაკეთილ სინდისიერად გამოიყენოს მსგავსი ტიპის შეღავათები. ანუ შეიძლება მოყვეს მაგალითად ფულის გათეთრება ან მსგავსი. რა თქმა უნდა, ეს არის სამუშაო პროცესი. კლუბმა კარგად უნდა შეისწავლოს ეს პროცესი, მექანიზმები, როგორ შეიძლება რომ ვთქვათ
ამ შემთხვევაში ანუ მოხდეს სახელმწიფოსა და ბიზნესის დაკავშირება და ბიზნესის წახალისება და მე უკვე ამ თემის ადვოკატირება უნდა მოვახდინოთ და შესაძლებელია რომ გარკვეული მექანიზმების შემუშავების შემდგომ რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეღავათების მიღებაზეც უკვე მომავალში ვისაუბროთ. სახელმწიფოს ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური პასუხისმგებლობის დროს და დღეს სახელმწიფო სექტორი რამდენად აქცევს ამ მიმართულებას ყურადღებას თუ არ არის ეს მათი პრიორიტეტი? რა თქმა უნდა სახელმწიფოს პრიორიტეტიც არის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების განვითარება პირდაპირ პროპორციულად აისახება ქვეყნის განვითარებაზეც. შესაბამისად სახელმწიფოს ჩართულობა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ რომ კლუბში ისინიც აქტიურად ჩაერთვებიან რაღაც ეტაპზე. ამ წუთას შეუძლებელია თითქმის ამ რთულია რომ გიპასუხოთ რამდენად არიან ეხლა დაინტერესებულები წლის ბოლოს როდესაც ჩვენ უკვე გვექნება გარკვეული შედეგები კვლევების შედეგად შეგვეძლება რომ ვისაუბროთ და განსაზღვროთ მათი ჩართულობის აქტივი რამხელა და როგორ შეიძლება რომ გავაქტიურდეთ და დავაახლოვოთ ბიზნესი სახელმწიფო თუ სამოქალაქო სექტორი ამ პლატფორმის ქვეშ. ერთი კითხვა რომელიც მე ძალიან მაინტერესებს თუ კომპანიას ასე ვთქვათ არ აქვს თანხები და რესურსი შეუძლია თუ არა სოციალურ პასუხისმგებლობა აწარმოოს თუ არა ეს აუცილებლად უნდა თანხებთან იყოს დაკავშირებული სოციალური პასუხისმგებლობა თუ შეგვიძლია ისე გავაკეთოთ ასე ვთქვათ რომ არანაირი რესურსი არ გქონდეს სოციალური პასუხისმგებლობა როგორც თავიდან აღნიშნეთ არ არის მხოლოდ ქველმოქმედება ანუ საერთოდ შეიძლება რომ ფულად რესურს არ მოითხოვდეს ანუ რას გულისხმობ ანუ მით უმეტეს ეს შეიძლება ეხებოდეს მცირე და საშუალო ბიზნესს მაგალითად კომპანიას შეუძლია თავისი რესურსით თანამშრომლობის კონსოლიდაციით შეაგროვოს ვთქვათ ტანსაცმელი და დაეხმაროს რომელიმე გაჭირვებულ ოჯახს ან რაიმე ტიპის აქტივობა განახორციელოს რომ დაასუფთავოს გარემო ან თუ სხვა სოციალურ პასუხის სხვა მიმართულებაზე ვისაუბრებთ გარემოს დაცვა ხო გარემოს დაცვას ანუ ეს არის სურვილი და კომპანიის არჩევანი და გამოხატულება შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი აი მაგალითად რომ მოვიყვანოთ ჯებრა ჩვენ არ ვართ მსხვილი კომპანია მაგრამ სოციალურად საკმაოდ აქტიური ვართ გვაქვს ორი მიმართულება ეს არის განათლება და გარემოს დაცვაზე ზრუნვა ორივე პროექტის კუთხით საკმაოდ ხშირად ვახორციელებთ აქტივობებს განათლება არის ჩვენი პრიორიტეტული მიმართულება ვცდილობთ რომ ჩვენი კონსულტანტების დახმარებით სემინარები ჩავატაროთ სტუდენტებისთვის გარკვეული ორგანიზაციებისთვის ასევე გვაქვს უფასოდ კი უფასოდ ანუ და სხვა ტიპის კონსულტაციები გავუწიოთ მათ ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ასე ვთქვათ სოციალური პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით საინტერესოა თქვენს კომპანიას ჯებრას რა განუხორციელებია სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კიდევ დამატებით თუნდაც ბოლოს მახსოვს ძალიან აქტიურად იყავით ჩართულნი ეს World of Fun რომ იყო ყველანი რომ დავრბოდით დეხეს Wings for Life World-რანი იყო ანუ საერთოდ სოციალურად პასუხისმგებლობის მქონე პროექტია აღნიშნული თუმცა ჩვენთვის ასევე მხოლოდ სოციალურად პასუხისმგებლობის მქონე პროექტი არ იყო ასე ვთქვათ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ქვეყნისთვის იმიტომ რომ 35 ქვეყანაში იმართება მათ შორის არის საქართველოშიც და ერთი მიზანი აერთიანებს მთელ მსოფლიოს ამ შემთხვევაში რომ ვირბინოთ მათთვის ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება და ვისაც სირბილი არ შეუძლია აღსანიშნავია რომ ჩვენი ძალებით და ჩვენი კომუნიკაციის დახმარებით ამ წელს უკვე ყავდა 5000 მონაწილე. ასევე საინტერესო არის რომ მე პირადად ძალიან მაინტერესებს ეს კითხვაც ხშირად არის ხოლმე მაინტერესებს რა კრიტერიუმებით არჩევენ ხოლმე კომპანიები
რა დააფინანსონ და რა არ დააფინანსონ. ასე თქვა ძალიან ბევრი პროექტი შეიძლება გადაუგზავნოს თუნდაც კომპანიას და მიიღო უარყოფითი პასუხი. რას უნდა აკმაყოფილებდეს ასე ვთქვათ პროექტი, რომ უფრო მეტი ჩართულობა იყოს და ეს უფრო ინდივიდუალური არის, გააჩნია კომპანიას რა მიმართულება აქვს აღებული. ეს მგონი რომ ინდივიდუალურია, იმიტომ რომ თუნდაც როგორც ეხლა საუბრობთ Things for Life მსოფლიო ორგანიზაციის არის სოციალური პროექტი, მას ჭირდება სპონსორები იმისთვის, რომ ფონდის საქმიანობა უფრო მეტად ეფექტიანი გახდეს, ანუ ეს არის ზურგის ტვინის დაზიანების კვლევის ფონდზე არის საერთაშორისო ფონდზე საუბარი, რომელშიც მთელი თანხა ირიცხებოდა, თუმცა სპონსორების მოძიება მაინც ჭირს ხოლმე. შესაბამისად, უბის ფუნქციაშიც შევა, რომ გავარკვიოთ რაზე რეაგირებენ კომპანიები, ანუ რას უნდა აკმაყოფილებდეს, ანუ ზუსტად რას უნდა აკმაყოფილებდეს, რომ მათი დაფინანსება მოვიპოვოთ, ასე ვთქვათ, არის თუ არა აუცილებელი ამისთვის, რომ მედია ქაშუქება მოყვეს და ასე შემდეგ. ანუ ეს არის კვლევის პროცესი, რომელსაც უკვე გამგეობა წარადგენს და დაამუშავებს სამუშაო ჯგუფებთან ერთად. ასე თქვათ, კლუბს ექნება შესწავლილი სხვადასხვა კომპანიებს, თუ რა გეზი აქვთ აღებული ამ მიმართულებით და თქვენ შემდგომ შესთავაზებთ ამ თქვენ პროექტს. კლუბის საქმიანობა მოიცავს, რომ მუდმივად აწარმოოს კვლევები იმ თემებზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის, თქვათ, როგორ შევარჩიოთ პროექტი დასაფინანსებლად. შესაბამისად, თუ სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს სპონსორობასაც, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რაზე რეაგირებს ბიზნეს კომპანია და რას უნდა აკმაყოფილებდეს ეს პროექტი თუ აქტივობა, რომელიც დასაფინანსებელია და ასე სჭირდება მათი გვერდით დგომა. მათი პრიორიტეტი რა არის? მცირე სარეკლამო ჭრაზე გავდივართ და დავბრუნდებით მალე. თქვენ უსმენთ გადაცემა პრომოუტერს. თქვენი ბიზნესის წარმატება, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. დავბრუნდით ეთერში. შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ გადაცემა პრომოუტერს და ჩვენი ტელეფონის ნომერსაც შეგახსენებთ 242-104-3 და საუბრობთ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს დაფუძნდა და ასევე ზოგადად განვიხილავთ, თუ რა არის სოციალური პასუხისმგებლობა და რამდენად მნიშვნელოვანი არის. ჩვენი სტუმარი არის ჯებრას კონსულტანტი თიკო სამყურაშვილი. თიკო, საინტერესო არის მარეგულირების კანონს მინდა შევეხო და სოციალურ პასუხისმგებლობას. მსმენელებს შევახსენებ, რომ 1 აპრილიდან შევიდა მარეგულირების კანონი ძალაში და გარკვეული შეზღუდვები დაწესდა მედია გაშუქებებზე. განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებლობას შეეხო და სხვა კომპანიებს, სხვა მედიასაც, მაგრამ უფრო პირველ არხს. თქვენ როგორ ფიქრობთ და ამჟამადაც გავიდა უკვე პერიოდი, რამდენიმე თვე, რამდენად აისახა სოციალურ პასუხისმგებლობაზე ეს კანონი? ჯერჯერობით აისახა თუ არა, ძალიან რთულია ამის განსაზღვრა. ისე როგორც სხვა თემებზე, ალბათ ცოტა მოგვიანებით გვექნება ამაზე პასუხი, მაგრამ მე არ მგონია, რომ კომპანიებმა თავი უნდა შეიკავონ ამის გამო სოციალური პასუხისმგებლობისგან, ასე ვთქვათ. გარდა იმისა, რომ სხვა მედია საშუალებებით შეიძლებოდა მათი აქტივობების პრომოუშენი, შეიძლება ეს მოხდეს სოციალური მედიის საშუალებით, თავისი არხების საშუალებით, რომელზეც რა თქმა უნდა შეზღუდვები არ არსებობს და ვერ იარსებებს. ანუ არსებობს სხვადასხვა გზა, სხვადასხვა PR ინსტრუმენტი, რომელთაც შეიძლება რომ თავისი აქტივობები წარმოაჩინოს. და თავის აუდიტორიას თავის აუდიტორიას აჩვენოს კი. ამიტომ არ მგონია რომ ამან გამოიწვიოს პირიქით შენელება ამ პროცესის, ანუ ჩვენი მიზანი არის ამის გააქტიურება და მით უფრო თუ მედია იქნება ჩვენი მხარდამჭერი, მედიასთან ერთად მეტი პროექტის განხორციელების საშუალება გვექნება. თუმცა უშუალოდ კომპანიებს შეუძლიათ რომ დამატებით არხად გამოიყენონ სოციალური მედია, სადაც უშუალოდ არის მათი სამიზნე სეგმენტი უკვე თავმოყრილი, ანუ მრავალწლიანი მუშაობის შედეგია და შესაბამისად ეს არ შექმნის ამ პრობლემას, ასე ვგონია.
მაგრამ ალბათ მაინც დამეთანხმებით, რომ მედია მხარდაჭერა ნამდვილად მნიშვნელოვანი არის და სიტყვასაც გრანდიოზულ პროექტებს აფინანსებენ. იქ უკვე ტელევიზია ფიქრობს, როგორ გააშუქოს და სიტყვაზე აუცილებელია ხოლმე რომ კომპანიის ლოგო იყოს და გარკვეულწილად ეს შექმნის ალბათ პრობლემას. თუმცა ამან ძირა უცვლებები არ უნდა გამოიწვიოს და პირიქით სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების განვითარება თუ არის ჩვენი პრიორიტეტი და ამისთვის თუ დაარსდა კლუბი, რომელშიც 50 წამყვანი კომპანია არის გაერთიანებული, შესაბამისად ეს წესით არ უნდა აისახოს. თუმცა წლის ბოლოს უკვე კარგად გამოჩნდება და ჩვენ კიდევ მოვვალთ თქვენთან ეთერში და ვისაუბროთ ამაზე უკვე პრობლემებზე თუ გამოწვევებზე, რომელიც ამ წელმა 2015 წელმა დაგვანახა, ასე ვთქვათ. სოციალური პასუხისმგებლობა რამდენად განვითარებული არის ჩვენ ქვეყანაში? როგორ შეაფასებთ თქვენ, ასე ვთქვათ, თუნდაც 10 ბალიანი ქულა რო ავიღოთ, რამდენ ქულას დაუწერდით საქართველოს? ზოგადად ბიზნესის და სამოქალაქო სექტორის განვითარების დონით და სამოქალაქო დონის განვითარების კუთხით საკმაოდ მაღალი არის სოციალური პასუხისმგებლობა. ანუ მრავალწლიანი გამოცდილება დავაგროვეთ ჩვენ ამ ეტაპზე. თუმცა რა თქმა უნდა მეტი არის გასაკეთებელი, ანუ რეალურად ძალიან რთულია ეს შეფასება, თუმცა დაახლოებით ალბათ 8-ზე ნაკლები არ უნდა დაუწეროთ მაინც, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. მაინც მაღალი ქულა. ასევე მე ვფიქრობ, რომ პრობლემას წარმოადგენს, მე ასე ვთქვათ, ჩემი სუბიექტური აზრი არის, ხშირ შემთხვევაში ვხედავ ხოლმე კომპანიებს, ძალიან მსხვილ კომპანიებზე მაქვს საუბარი და აფინანსება ხოლმე რო დავაკვირდი წელიწადში ერთხელ ერთ გრანდიოზულ სატელევიზიო შოუს. სიტყვაზე აუცილებელია ეს სატელევიზიო შოუც რომ დაფინანსდეს, მაგრამ ხო არ ჯობს რომ თუნდაც რაღაც გარკვეული კომპანიის ბიუჯეტი სხვა პროექტებზეც იყოს გადანაწილებული. შეიძლება ცოტა სუბიექტური ვიყო ამ შემთხვევაში, მაგრამ მედია პროდუქტის დაფინანსება უფრო მეტად სარეკლამოდ შეიძლება ჩაითვალოს ბიზნეს კომპანიას, ვიდრე სოციალურ პასუხისმგებლობად. შესაბამისად მე ვთვლი, რომ ეს არ არის მთლად სოციალური პასუხისმგებლობა მათი მხრიდან, ეს არის უფრო იმიჯზე ორიენტირებული, ეს არის მათი PR სტრატეგიის ნაწილი და ეს არის მათი ცნობადობის შენარჩუნების თუ ამაღლების სურვილი და გამოხატულება და არა სოციალური პასუხისმგებლობა. იმედია კომპანიები უფრო მეტად ასე ვთქვათ დაფიქრდებიან და უფრო სხვა მიმართულებითაც გადაანაწილებენ თავიანთ ბიუჯეტს. ხშირად ხდება ასე, რომ ერთჯერადი აქტივობები აქვთ წლის განმავლობაში, ანუ ძირითადად კომპანიის ბიუჯეტი დგება, ძირითადად მსხვილი კომპანიების ბიუჯეტი დგება წლის დასაწყისში, ან წლის ბოლოს, შემდეგი წლის დასაგეგმად. ამ დროს უკვე გარკვეული თანხა სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით მათ უკვე აქვთ გამოყოფილი, რომელიც კარგი იქნება, რომ გრძელვადიანად გადაანაწილონ და რამდენიმე პროექტი განახორციელონ და არა ერთჯერადი დახმარებით თუ ერთჯერადი მედია გადაცემის სპონსორობით ამოწურონ თქვათ თავიანთი რესურსი. მე ხშირ შემთხვევაში შემინიშნოს, რომ პატარა კომპანიები უფრო მეტს აკეთებენ, თუნდაც ძალიან პატარა ბიუჯეტით, ასე ვთქვათ, მცირე ბიუჯეტით და კომპანიები, რომლებიც ასე ვთქვათ, ლიდერები არიან ჩვენს ბაზარზე, ხედავ ხოლმე მხოლოდ სატელევიზიო შოუების დაფინანსებას. ტელევიზია ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია მით უმეტეს ამ არეგულირებელი კანონის გათვალისწინებით, მაგრამ სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც უკვე აღნიშნეთ, მხოლოდ ფულად რესურს არ მოითხოვს, ანუ ეს შეიძლება იყოს უბრალოდ სურვილი დაეხმარო ვინმეს და სხვა თანამშრომლებისთან ერთად უბრალოდ გარემო დაასუფთავო, უბრალოდ საკვები მიუტანო, თქვათ, რომელიმე მოწყობილ ჯგუფს და ასე შემდგომ, ანუ
არ არის ორიენტირებული მაინც და მაინც დიდი ფინანსური რესურსის დახარჯვაზე. ვიმედოვნებ, რომ მეტად განვითარდება ჩვენს ქვეყანაში სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ ამოიწურა. დიდი მადლობა თიკოს საინტერესო საუბრისათვის და იმისათვის, რომ ჩვენი სტუმარი იყავი. და მადლობა თქვენ. თქვენ კლუბს წარმატებას ვუსურვებ და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის დაარსება ნამდვილად და ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტად აამაღლებს სოციალური პასუხისმგებლობას და ნამდვილად უფრო ასე ვთქვათ საზოგადოებასაც ეცოდინება თუ რა არის და კომპანიებისაც უფრო მეტი სტიმული იქნება. ძალიან დიდი მადლობა, თიკო. დიდი მადლობა. მსმენელებს კი ვემშვიდობები მომავალ ორშაბათამდე სხვა თემით დაგიბრუნდებით. ნახვამდის.